სიწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ოცვაკურთხევით. ჩვენ მორწმუნე საზოგადოებას მოუწოდეთ, რომ თუ მათთვის ოჯახი არის მყარი საფუძველი, სიმტკიცე, ძალა, ენერგია, ყველა ჩვენ გვერდშია და ერთად ვძეიმობთ. საიდან ჩამობძანდით? მადიგენის რაიონის სოფელ დერცი. საიდან გაიგეთ ბატონო ინფორმაცია დღეს რომ ღონისძიება ტარდებოდა? გამგეობის ტრანსპორტირებაც მათ უზრუნვენ ყვეს? რა თქმა უნდა. ბორჯომიდანა. ბორჯომიდან ხარ ჩამოსული. იცოდით სამ დღის შესახებ თუ გქონდათ ინფორმაცია, საიდან შეიტყვეთ ოჯახის სიწმინდის დღეზე ხართ ხო ჩამოსულები? საიდან შეიტყვეთ? ეკა ყოველ წელიწადს დარდება. ხო, მაგრამ რა ადგილზე და რა დროს? ხალხში ჩამოვიდით და ამოვიდით მოედანზე და ხალხის მრავლობა რო დავინახეთ, დავესწარით ფონიზე. და ეს მუნიციპალური ტრანსპორტით ვინ უზრუნველყოფს თქვენს მუნიციპალიტეტი. თვითონ მუნიციპალიტეტი. მადლობა. თქვენ სათხარ დასაქმებთ? სად მუშაობთ? კეთილმოწყობილი. ეს ხო მუნიციპალიტეტის ტრანსპორტია ბორჯომის. ხალხია და მაგით. ხარ, ვიდრე ხარ. არავინ არ არის. ნაკიდები ვართ ბატონო. საქმეს მიხედეთ, ქვეყანას მიხედეთ. ჩვენ საქმეს ვაკეთებ, ჩვენ ვარ ჟურნალისტები და ჩვენ საქმეს ვაკეთებ. ყველგან არის გაფუჭებული ყველაფერი. რას გულისხმობთ? რას გულისხმობდა, რო არ არის. როგორც საჭიროა ის. წირიდან ვართ. სოფელი წირიდან ხარ? ცხრუთის საჯაროს წირის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ვართ. საიდან გქონდათ ინფორმაცია სკოლაში კითხეს? სკოლაშია, ქალაქშია, ვიცით. რითი ხარ ჩამოსულები ქალბატონო? მარშრუტკით. დაქირავებული მარშრუტა არის ეს თუ როგორ? არა. თქვენ იხდით ფულს თუ? არა. ვინდა დაიხადა? არ ვიცი. ოჯახის სიწმინდის დღეზე ხართ ხო ჩამოსულები? როგორ ქათოლის წყოლი ხართ ხო თქვენ? წყოლი ბრძანდებით ხო? წყოლი ვარ. საიდან ჩამოიყვანეთ მოსახლეობა? აბასთუმნიდან. და ტრანსპორტის უზრუნველყოფა ვინ გააკეთა ამ შემთხვევაში? არ ვიცი ორგანიზაციის მანქანა და მე ვარ მძღოლი უბრალოდ. რომელი ორგანიზაცია? სამგზავრო აბასთუმანი ხალხზე დავდივარ. ხო, ანუ მერიის, ხო? არა. შპს რომელი შპს არის? შპს ჯეოტემის. ეროთ. არა, ჩვენ ვერ ჩაგეწერებით. ისე ამაზე ხარ ჩამოსულები? აზა, სიწმინდის დღეზე ვარ. ხო, საიდან ძანდებით რო გითხრათ, ახლა ჩამოსულები, თქვენი ხარჯებით ხარ თუ მუნიციპალიტეტი მოგვიყვანო? ჩვენი ხარჯებით ვართ ჩამოსულები. ჩვენ ვართ მეგობრები აგერ და ჩამოვედით, მეუღლები იქ არიან იმაზე და ჩვენ მოკელოდებით. მელოდებით. საიდან შეიტყვეთ ამ დღის შესახებ? რა ვიცი მე. თო. ტელევიზიაში არის ხალხში რო ჩატარებული. იყო, როგორ არის? ჩამოთვლილი იყო ხალხში. თბილისში ანუ აქაურები ბრძანები კი, აქაურები ვარ. სამცხე-ჯავახეთი. ახლა არა, ნინოწმინდიდე. რითი ხართ ჩამოსული? საიდან იცოდით ამ დღის შესახებ? ვინ გითხრათ? არ ვიცი. არ იცით? ქართულად ვერ საუბრობთ? ცოტა საუბრობ. ინფორმაცია ვერ დაგეცნე იქონესა. ზეც მიჩოცა რომ მე რეკავარიცინე დაღეკაცე მენქა ეკინე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიუველოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი ჩვენი მენტალობისთვის, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე ოჯახისა და მშობლებისათვის, პატივისცემის გამოხატულებისათვის. მადლობა ამისთვის პატრიარქს, რომ ეს დღე გვიგუძნა და ბორჯომის მუნიციპალიტეტმაც, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებმა და ზოგადად ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, რა თქმა უნდა, დაუთმეთ ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი და ისარგებლეს მათი, რათა მიიღოთ ამ შეკრებაზე მონაწილეობა. განცხადებით მოგმართეს თუ როგორ მოგმართეს? თხოვნით მოგმართეს განცხადების სახითაც და ისევე უშუალოდ მოქალაქეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და აქედან გამომდინარე მათი თხოვნა ყოველთვის მისაღებია ჩვენთვის და ყოველთვის კმაყოფილდება. თანხის ნაწილიც გამოყოფილია ესენი არიან მუნიციპალური ტრანსპორტები და მუნიციპალიტეტი ვალდებულია რომ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინოს და აქედან გამომდინარე თანხებიც უზრუნველყოფილია ჩვენს მიერ. რამდენი ავტობუსია ბატონო ხარ? რაოდენობა ზუსტად არ ვიცი. ახსენებთ რომ დღეს არის უწმინდესი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. გილოცავთ ყველას. ოჯახი არის პირველი ორგანო, ფუტკრის სკისა არ იყოს, სადაც ბავშვი და ადამიანი სწავლობს ყველაფერს კარგს. და ყველა, ვინც
ვინც იცის ოჯახში მოქცევის წესი, პატივისცემა ოჯახის წევრების მიმართ, შემდგომში აგრძელებს ნებისმიერ სფეროში საქმიანობას წარმატებულად. თუ ადამიანი არ სცემს ოჯახურ ღირებულებებს, პატივს და ოჯახურ ტრადიციებს, ის მე მგონია, რომ ნებისმიერ სფეროში ვერ იქნება წარმატებული. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ავალს დაესწრებთ. მაგალითად აი ტრანსპორტთან დაკავშირებით იქონათ ინფორმაცია, რომელიც გამოყენებულია. არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე არის ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე. შესაბამისად, ჩვენ მოგეხსენებათ ვართ ტრადიციული იერი და ჩვენთვის ოჯახი ნიშნავს ძალიან ბევრს. ოჯახი არის სადაც ვიბადებით, ოჯახი არის სადაც სწავლობთ სიყვარულს, ოჯახი არის სადაც ვღებულობთ სიტყვას. შესაბამისად, ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და ამიტომ მინდა მოგილოცოთ თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე. რაც შეეხება მობრძანებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ეს არის სრულიად ნებაყოფლობით და ყველას გვიყურს ჩვენი ოჯახები, ყველანი გამოვედით და აღვნიშნავთ ერთად დღევანდელ დღეს ჩვენი ოჯახების სიწმინდის დღეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო მოხელეა, არა, საჯარო მოხელე არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ ყველას გვიხარია დღევანდელი დღე, ყველას გვიყურს ჩვენი ოჯახები და ყველანი ვზეიმობთ ერთად.